Ლოგი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ თემას, რომელიც ძალიან მძიმეა და ძალიან სენსიტიური იყო გასაშუქებლად. დღეს ჩვენს რეპორტაჟში შემოგთავაზებთ მხოლოდ ფაქტებს და ადამიანების ინტერვიუებს. დასკვნები კი თავად უნდა გამოიტანოთ. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ორი საბავშვო ბაღისა და ერთი სკოლის პედაგოგების ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. დაბახარეგაულის საპატრიარქოს გიმნაზიაში მეოთხე კლასელთა ოთახი ერთადერთი გარემონტებული სასწავლო სივრცეა. დანარჩენი საკლასო ოთახების ნახვისას გაგიჭირდება დაჯერება, რომ სწავლა აქ 21 საუკუნის სკოლაში მიმდინარეობს. კლასებში ამ საათივით დრო უბრალოდ გაჩერდა და კალენდარზე 1985 წელია. სწორედ ამ წელს გარემონტდა ბოლოს სკოლის ორსართულიანი შენობა. ჭერი ჩამონგრეულია. ქიმიის მასწავლებელი ქალბატონილია გვიყვება, რომ როდესაც ბავშვები შესვენებაზე დარბიან, ბათქაში ისევ ცვივა. რა თქმა უნდა, საფრთხე არის კი ბატონო, როცა ბავშვები ან დარბიან ან მოძრაობენ, ის დასველებული ის მაინც ცვივა ხოლმე. უმჯობესია პირველი იყოს სოფელში, ვიდრე მეორე რომში. ისტორიის მასწავლებელი ზეინა ბუაჩიძე იულიუს კეისარის სიტყვებს ციტირებს და მე-7 კლასელებს მსოფლიო ისტორიის გაკვეთილზე ახალ პარაგრაფს უხსნის. ოთახში ბავშვებს მასწავლებლის დანახვა უჭირთ, კვამლია. დაჟანგული მილებიდან ბოლი საკლასო ოთახში ისევე გამოდის, როგორც გარეთ. შეშის ღუმელია გათბობის ერთადერთი საშუალებაა, არადა მეზობელ სკოლებში, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარება, ცენტრალური გათბობა დიდი ხნის წინ დაამონტაჟეს. ჩამონგრეული კედლების ჭუჭრუტანებიდან ხმა და სიცივე კლასიდან კლასში ერთდროულად გადის. ჩავარდნილი კლავიში ვიქო. შესვენების დროს შეშის ღუმელში მოსწავლეები აკეთებენ. გარეთ ზამთარია, ცივა. საკლასო ოთახის წიგნების კარადა აქ დიდი ხანია შეშის შესანახად გადააკეთეს. იმისთვის რომ არ წაიქცეს, ზედ მასწავლებლის კამიც მიამაგრეს. ბავშვებს 5 წუთი აქვთ ახლა იმისთვის, რომ გაჭვარტულ მილზე ხელები გაითბონ. ამასობაში საპატრიარქოს სკოლის ქიმიის ერთადერთ მასწავლებელს ვკითხეთ, აქვს თუ არა შესაბამისი ანაზღაურება. ჩემი ხელფასი 238 ლარი. 238 ლარი. ხელფასი ბოლოს როდის იყო? უი, ახლა აი წინა კვირაში. ეს ხელფასი ივნისის იყო. ხელფასი აქ მთავარი პრობლემაა. მასწავლებლები ისედაც მწირ ანაზღაურებას თვეების განმავლობაში ვერ იღებენ. ზოგიერთი მათგანი სკოლაში უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს. მათ შორისაა მათემატიკის მასწავლებელი ინეზა. თითოეულ მათგანს დავაწეროთ, რომელი ფუნქციის გრაფიკია. ამბობს, რომ ასეთი გაჭირვებული პერიოდი ჯერ არ ქონიათ. როდის იქნება ჯამაგირი? სამასწავლებლო ოთახში შეკრებილი პედაგოგები ამ კითხვით ერთმანეთს ყოველდღე მიმართავენ. მაგ კითხვაზე პასუხს სულ ვეძებ, ჩვენ ამზე ეგ ვერ გავიგეთ ზუსტ. უხელფასობა ისე მაწუხებს როგორც ყველას, მაგრამ მაგაზე მეტად მაწუხებს ის, რომ საზოგადოებაში რომ გავდივართ, ახლობლები რომ გვეუბნებიან, თქვენ საცოტა აი ეს მეტირება. გაუსაძვესი ყოფნა არის პერიფერიაში, როდესაც ასეთი მდგომარეობა არის, ეს ყურად უნდა იყოს, როგორც საპატრიარქომ, ასე სახელმწიფო უნდა იყოს. მაღაზიაში არის მისიას მე როდის ხაცა ან ვინმე გამოგვიგზავნის ან მაღაზიაში დავისტუმრებთ და ისე წავიდა ახლა მდგომარეობა, რომ მაღაზიის გამყიდვალიც აღარ გვენდობა უკვე, იმიტომ რომ 6 თვე ხარებას ვერ ვებულობ თქვენო და არ ვიცი როდის შევზანდეს მაღაზიაში ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თანხა და დაფინანსება იყო, მანამდე 2-3 თვე მაინც გვიგვიანდებოდა ხოლმე. ოღონდ მაშინ იმედი ჰქონდათ ამ ხალხს, რომ თანხა გვეკუთვნოდა და მიიღებდნენ იმ დაფინანსებას და ეხლა აღარც იმედია, იმიტომ რომ არ ჩანს თანხა. ჯგუფო სტორდით სვენა მარჯვნისა ადგილზე ნაბიჯით.
თვეობით ხელფასის ლოდინი მასწავლებლების ენთუზიაზმზე არ აისახება. სკოლის უხუცესი პედაგოგი გვიყვება, რომ საპატრიარქოს გიმნაზიას მთელს რაიონში ყველაზე მეტი მოსწავლე ყავს, ყველაზე მეტი მედალოსანი, ოლიმპიადაში გამარჯვებული და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ვალიკო გვენცაძე ამბობს, რომ გული წყდება, იმის გამო, რომ შრომა არ უფასდება და თანაქალაქელებისაც სხვენია. გული წყდება, იმიტომ რომ მეც მამაკაცი ვარ და ჩვენი სიამაყე გაქვს და რომ დაპარიჟა მეგობარ და იყო ხომ და კონდეს ფული ჯიბეს. ამიტომ ახლა 6 პრო ხელფასს არ მოგცემენ. ქუჩაში გავლა მერიდება. სკოლებს ვღებულობ, ჩვენ რომ მიჩერებად გული წყდება ყველაფერს. სად მიდის თქვენი ფული? რა თქვა? ეგნისიან მამაურმა და მე უფერდა იმასთან ერთიან. სკოლას ფული ფურცელზე გამოყოფილი აქვს, რეალურად კი არა. საპატრიარქოს გიმნაზია წმინდა სვიმონ კანანელის სასწავლო ცენტრის დაქვემდებარებაშია. ამ ცენტრს საპატრიარქო 1.200.000 ლარით აფინანსებდა. თუმცა ყოფილმა მეუფემ სპირიდონმა, რომელიც უღვთისმსახურებას ახლა სხალთაში ეწევა, ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლის შემდეგ ბიუჯეტით თან გაიყოლა და სკოლა დაფინანსების გარეშე დატოვა. ამ კანანელის ცენტრში შევდიოდით 4 ობიექტი, 2 საბავშვო ბაღი, 1 ჩვენი სკოლა და 1 უპატრონო ბავშვთა პანსიონი. 2013 წლიდან, როდესაც მეუფე დიმიტრი მოვიდა, იქ პანსიონი გაუქმდა და მეუფე სპირიდონმა, რომლის გამგებლობაშიც მანამდე შედიოდა ეს ყველაფერი, დაგვიტოვა 150.000, 1.254.000-დან და 1.100.000, არ ვიცი, პანსიონი გაუქმდა და ეს თანხა ფაქტიურად წაიღო მეუფე სპირიდონმა. სად წაიღო? იქ სხალთში აქვს იმას უნივერსიტეტი, აქვს კიდევ სკოლები და იმის დასაფინანსება არ ვიცი, ვერ გეტყვით მე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მარტო 150.000 დაგვჭა და ეს 150.000 იმ ორ ბაღს არ ყოფნის. აღდაბაძე ნანა 65 ლარი, ბებიაშვილი თინა 117 და 40, ბოჭორიშვილი მარეხი 92 ლარი. ზესტაფონში მდებარე საპატრიარქოს ორ ბაღს ფული მართლაც არ ყოფნის. ახლა ბუღალტერი მარინე პედაგოგებისა და ძიძების დეკემბრისთვის ხელფასს ითვლის. მასწავლებელი ბავშვებთან ერთად დღეში 8 საათს ატარებს. 1 საათში 42 თეთრსუხტიან. კიდევ უფრო დაბალია ძიძების ანაზღაურება. საათში 41 თეთრი. სახელმწიფო ფონდი გვაქვს 3800 თვეში. ეს არის 76 ადამიანის ხელფასი. თითეულს აქვს 117 ლარი და 95 ლარი. ვითმეთ სულ ვაჭერთ ტურს შეხელს არ გაიღოთ ხმა, არ გაიღოთ ხმა. ეხლა მეუბნებიან, აბა როდემდე გავძლევთ ქალბატონო მარინა? აი მე რა უთხრა, როდემდე გავძლევთ? მეუბნებიან, წლის ბოლომდე იქნებ მივიდეო, წლის ბოლომდე დაიწყება რა უთხრა. წლის ბოლომდე საპატრიარქოს ბაღებში ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი თანხა უნდა გამოიზოგონ, თუმცა ჯერ არ იციან როგორ. ანგარიშზე 300 ლარზე ოდნავ მეტი დარჩა. პროდუქტების მიმწოდებელთა მიმართ არსებული დავალიანება კი რამდენიმე 1000 ლარს აღწევს. ვალების გამო შესაძლოა ბაღებმა ბავშვთა კვების უზრუნველყოფა ვეღარ მოახდინონ და აღსაზრდელები არდედეგებზე დროზე ადრე გაუშვან. თუ კი ასეთ ღვთის სახლში ასე საჭმელზე გაჭირება იქნება და ნამდვილად არ მეკონა. ისეთ სულს მეუფე რომ აი მე მცხვენია, მეუფეს როგორ უთხრა რომ აი ბავშვები დღეს არ ამყავს და ვერ გადავეცი ეს ის. ასეთი მდგომარეობა მე არ ამგონია თუ სადმე რესპუბლიკაში არა სოფლიოში თუ იქნება დეკემბერი მთავრდება 343 ლარი მაქვს მარტო დარჩენილი თვეში და პლუს ამას 4 გაჩერებული ზედნადები მაქვს რომელსაც ვერ ვცენ თანხების გარეშე. ეს ბაღის მენიუა აქ არ არის ხილი და ტკბილეული. ამისთვის ფული არ ყოფნით. იმის გამო რომ საპატრიარქოს ბაღებისათვის განკუთვნილი თანხა მეუფე სპირიდონმა სხვა ეპარქიაში გადაიტანა, დირექცია იძულებული გახდა ისედაც მწირი მენიუ უფრო შეეკვეცა. თავიდან სხვა ნორმები ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან ეხლა ასეთი მდგომარეობა და ამ კვების პროდუქტზე არის ყველაფერი თითქმის რაღაც დამოკიდებული თანხები ისეთი გაიცეს, ამიტომ მეუფესთან შეთანხმებით ცოტა უმნიშვნელოდ მოაკლდა ნორმებს. მაგალითად პურის ნორმასაც ცოტა მოაკლდა, დაუშვათ ხორცის ასეთი საჭმელს რო ცოტა რა მოაკლდა. ბავშვი ღებულობს თავის ნორმას და იმის საშუალება რომ ზედმეტად დაუშვათ მოითხოვოს ბავშვმა და დაუმატოთ, ამის საშუალება არ აქვს. Well, it's
ზარეულმა იზო ქათამაძემ ემოცია ვერ შეიკავა, როდესაც კამერის წინ საპატრიარქოს ბაღებში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე დაიწყო საუბარი. იდენტურია ყველა მასწავლებლის მდგომარეობა. მათი ხელფასები სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. არა და ყოველთვიური 73 ლარი ბევრი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენს ცხოვრებაში ეს ხელფასი ძალიან დიდ დახს ასვამს ჩვენს ცხოვრებას, იმიტომ რომ 73 ლარით თუ შეიძლება რომ ამ ეკონომიური პირობები რაც ახლა არსებობს ჩვენ საქართველოში რომ იარსებო ზოგი არის ისეთი ოჯახი სადაც აი ჩვენ რო აქ კანონები მუშაობ იმ 73 ლარით აფუნქციონირებს ოჯახს. ბაღის მეთოდისტი დარეჯან ყიფიანი გვიყვება რომ ღიად პრობლემებზე საუბარი ბაღის თანამშრომლებმა გამოუვალი მდგომარეობის გამო გადაწყვეტეს. თუმცა მანამდე საპატრიარქოსთან და ყოფილ მეუფე სპირიდონთანაც ამის შესახებ საუბარი რამდენიმეჯერ ჰქონდათ. ხელფასი რომ მოითხოვა ხალხმა ბევრი მოხსნა სამსახურიდან მეუფე სპირიდონმა. როგორ მოითხოვეთ ხელფასიო? მე რისი საშუალებაც მაქვსო თქვენო იმით გაფუნქციონირებთო. და ვინცაც რავა თქვენი ოჯახები ამ ხელფასზე არიან დამოკიდებულიო? სირცხვილია რომ ჩვენი ოჯახი ამ ხელფასზეა დამოკიდებული? მე მგონი არ არის სირცხვილი. ასე გითხრა, ყველას ეშინოდა ვიღებდით ხმას, რო იტყვიან კულუარებში, მივიდოდით იქ, არ ქონდა უფლება იმისი რომ ხელფასი მოგვეთხოვა. თუ არა და ხსნიდა თანამშრომლებს. დავწერეთ ბევრჯერ, მაგრამ უშედეგოდ. და ის მშობლემა რო იჩივლეს, იმათმა გამოიღეს, იმან გამოიღო ის შედეგი, რომ დღეს სხვა მეუფე ყავს აქ ჩვენ და იმ 96 ლარს მაინც ვიღებთ ყოველთვიურად. როდის დაიბადა ბავშვებო ჩვენი ესოფისტე მასოვა? საპატრიარქოს ბაღში ცენტრალური გათბობა შეშაზე მუშაობს. თუმცა წელსუფულობის გამო შეშა ვერ იყიდეს და ამიტომ ოთახებში ელექტროგამათბობლები თბებიან. დღეს მთელი დღის განმავლობაში დენი გამოერთო, ჯგუფებში ცივა. ჩაბნელებულ ოთახებში გათბობის ერთადერთი საშუალება ფიზიკური აქტივობაა. მასწავლებლებმა ბავშვებს ძილის წინ 2 პლედი გადააფარეს. განსაკუთრებით ცივა საძინებელ ოთახში. ძველი ფანჯრის ჭუჭრუტანებიდან ზამთრის სუსხი შემოდის. ტემპერატურა თითქმის იმის იდენტურია, რაც ქუჩაშია. ცხელი წყალი გვაქვს ჩასხმული და მე რო ლოგინი გათფეს და ბუბა დააწყვეტა ფეხები. ბავშვებს ძიძები ლოგინში ცხელი წყლით სავსე ბოთლებს უდებენ, იმისთვის რომ პატარები ყინვისაგან დაიცვან. დენზე გვაქვს ჩვენ გათბობა ასე პლიტები, დენის პლიტები და გამოირთო დენი და მეც რა დღეში ვარ აგერ უკვე ძამერთვა ხმა. გცივა. თუ რა ვქნათ უძლებთ. შეიძლება რომ ასე იყოს, ხო არ შეიძლება. დენი რაც არ არის ბავშვებს როგორ ათხოვთ? ვერ ვათხოვთ, აბა როგორ უნდა გავათხოვოთ? ვარ სიცივეში. ბაღის სამედიცინო კაბინეტში წამლებისათვის განკუთვნილი კარა და ცარიელია. ბაღის მედდას აღარც კი ახსოვს ბოლოს როდის შეიძინეს მედიკამენტები. კარადაში არ არის სპირტი, ბამბა და სხვა პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები. ჩემი მიზერული ხელფასით ყიდულობდი ხოლმე ყოველთვის დაწყებული აი თერმომეტრიდანაც კი სახლიდან მომქონდა როგორც ჩემი ოჯახისთვის ყიდულობდი ისე, მაგრამ რა თქმა უნდა იმ წამლებსაც ვადა გაუვიდა აბდექი თავისთავად გადავყარეთ. ეხლა თითქმის არაფერი, იმიტომ რომ წელს მე თვითონაც არაფერი არ შემიძენია, ძალიან პატარა ხელფასი გვაქვს. დღის ბოლოს პედაგოგები ჩვენთან შესახვედრად ბაღის დარბაზში შეიკრიბნენ. მას შემდეგ რაც მოსწავლეები სახლში გაუშვეს, საკუთარ პრობლემებზე სალაპარაკო დრო გამონახეს. მასწავლებლების მოთხოვნაა გაიზარდოს ბავშვთა კვებისათვის გამოყოფილი დაფინანსება, ჩაერთოს გათბობა და ცხელი წყალი და საპატრიარქოს ბაღების პედაგოგების ხელფასები გაუთანაბრდეს სახელმწიფოს კუთვნილ ბაღებში არსებულ მასწავლებელთა ანაზღაურებას. ჩვენი მივმართოთ ინდიანობას, თხოვნით, რომ მოგვაქციო ყურადღება. ჩვენ უწმინდეთ. ჩვენ არაფერი სასახი არის და მაშინ დაიკეტება, დაიხურება ეს ბაღიც, მომდევნო ბაღიც. ვერ იმუშავებს ხარისხიანად მასწავლებელი, არა აქვს წიგნი, არა აქვს თვალსაჩინოება. ეს უნდა შეიძინოს ჩვენ და 73 ლარით. საარსებო მინიმუმს ქვემოთ რამდენად დაბალია. აი ღვთისმსიყვარულით მოვდივართ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ვართ, საეკლესიო ბაღია და აი ამის სიყვარულით და ღვთის შიშით და იმით მოვდივართ და ვაკეთებთ იმას, რაც გვევალება. გადაწყვეტილი გვაქვს რომ ყველანი ის მეორე ბაღიც, ჩვენი ბაღიც, ყველა თანამშრომელი აბსოლუტურად ჩავჯდეთ მარშრუტებში და წავიდეთ საპატრიარქოს წინ მივიდეთ და თუ კი ვინმე მიგვიღებს, ჩვენი ეს გულის ტკივილი იგთვათ.
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი აღზრდის ორი დაწესებულება ერთადერთია მთელს ზესტაფონში, სადაც ბავშვებს 2 წლის ასაკიდან იღებენ. მოთხოვნა დიდია, მაგრამ იმის გამო, რომ დაფინანსება არ აქვთ, მიღებაზე ბაგა-ბაღი უარს ამბობს. პედაგოგების დამატებაზე აქ ლაპარაკიც კი აღარ არის. საპატრიარქოს ბაღს ხელფასის გადახდა არსებული თანამშრომლებისთვისაც კი უჭირს. მე თვითონ ვარ მედიკამენტებზე დამოკიდებული პიროვნება. ჩემი ხელფასი ამ წუთში მიდის ბანკში. ეს სესწრაფვა გავიარებული ჯანმრთელობისთვის. Համადიანი ოპერაცია მაგაგეთებული და ამ წუთიერადაც ბანკის გარდა 65 ლარის მცირე მჭირდება მარტო გულის წარმარი რომ დავლიო. არა მაქვს პარამისე ლაპარაკი რომ გულმა მაწესროს და უბრალოდ აი უკანასკენ თომახებში ვარ. მარტო მე არა. მე ვამბობ თითქმის ყველას სადგებას ალბათ. სამეთანხმებიან ესენი რომ აი იმედით დიდება უფალს და მოველის ახამდე მაგრამ ეს ერთი პედაგოგის ერთი ისტორიაა. მარინა კურცხალია ზესტაფონში მდებარე საპატრიარქოს ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის მასწავლებელია. ზუსტად ასეთ ან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უწევს მუშაობა დანარჩენ 70 თანამშრომელსაც. მათი ისტორიები უმძიმესი მოსასმენია. აიხედავ თავის გულში ყველა ადამიანები ხომ ვართ. აი როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა თავის თავს დაუსვა მკითხვა. თვითონმა აი საპატრიარქოში მომუშავე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. თვითონ იმათმა კითხონ თავის თავს, თვითონ იარსებებდნენ 73 ლარა. შეგვიცოდეთ, შეგვიბრალეთ, მოვხედეთ. თუ გაგვიმეტებთ სასიკვდილოდ. ბაღის დირექტორი გვიყვება, რომ პროფესიონალ კადრებს უხელფასობის გამო კარგავს. აღმზრდელები, ვინც ბაღში წლები იმუშავა, პროფესიაზე უბრალოდ უარს ამბობენ და შიმშილისაგან თავის გადასარჩენად სამუშაოდ თურქეთში ან კერძო ძიძად მიდიან. ეპისკოპოსი ვერ მოდის თავის დაქვემდებარებაშია ეს ბაგაბაღი და ვერ მოდის სირცხვილით, რომ აი რა უთხრა თანამშრომელს, როდესაც აი ამდენი ბავშვი ყავს, ამდენ ბავშვი ემსახურებით და ანაზღაურება ესეთი დაბალი. ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. თანამშრომელი, როდესაც მოდის ჩემთან და მეუბნება, იცი რა, მე ხვალ ძის ფული არ მაქვს რომ სოფლიდან წამოვიდე. მე რა უნდა უთხრა ესეთ მასწავლებელს? იცი რა, მე უკვე ხვალისთვის პურის ფული არ მაქვს რომ ხვალ ბავშვებს პური მეუტანო და ვაჭამო. ბაღის პედაგოგებმა თავისი პრობლემები ერთ განცხადებაში ჩატიეს და საპატრიარქოს გაუგზავნეს. ახლა ზესტაფონში თბილისიდან პასუხს ელოდებიან. თუ პასუხი არ იქნება, მაშინ მასწავლებლები საპატრიარქოსთან ჩასვლას გეგმავენ და ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ. ჩვენი საერთო აზრია რომ მორჩილების და თავდახრის დრო მე მგონი დამთავრდა და რა ვიცი, ველოდებით უკეთეს. იმ შემთხვევაში თუ არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ ალბათ ყველა საპატრიარქოში მივმართავთ სხვა ზონებს. და ჩვენი ხელფასი გავთანაბრდეს სახელმწიფო ბაღების ხელფას, თუ არა და უკიდურეს შემთხვევას მივმართავთ. ან ვიშიმშილებ, ან აქციას დავმართავთ, ან არ ვიცი, ალბათ ამ დავიხოცებთ. იმის გამო რომ თემა არის ძალიან სენსიტიური, ჩვენ ვეცადეთ ფაქტები გაგვეშუქებინა განსაკუთრებული სიფრთხილით და მაყურებლისათვის მიგვეწოდებინა მხოლოდ ფაქტები და ადამიანების მონათხრობი, რომლებიც უკვე წლებია ამ პრობლემის წინაშე დგანან. მათი კითხვების მთავარი ადრესატი არის ორი: საქართველოს საპატრიარქო და მარგვეთისა და უბისის მთავარ ეპისკოპოსი მეოფე მელქისედეკი. ჩვენ დღეს საპატრიარქო ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ამ თემაზე რეპორტაჟი მზადდებოდა და გვინდოდა მათი პოზიციის მოსმენაც, თუ სად წავიდა 1,244,000 ლარი, რომლითაც ფინანსდებოდა ეს სასწავლო დაწესებულებები. საპატრიარქოში განგვემარტეს, რომ დღეს კვირა დღეა და აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებების მიღება. თუმცა ინტერვიუ მოგცა მარგვეთისა და უბისის მთავარ ეპისკოპოსმა. მან გითხრა, რომ პირადად პატრიარქი არის ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ და 22 დეკემბერს, როდესაც ის ჩამოვა თბილისში სინოდის ხდომაზე, სადაც უნდა განიხილონ 2016 წლის ბიუჯეტი, პირველ საკითხად ის დააყენებს სწორედ ამ სასწავლო დაწესებულებების პრობლემას. ეს ადამიანები იქნებიან ამ მდგომარეობაში, თუ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, ეს ყველაფერი სინოდის ხდომაზეა დამოკიდებული, რომელიც 22 დეკემბერს საპატრიარქოში გაიმართება. ფაქტიურად დაფინანსების გარეშეა დარჩენილი ეს ყველაფერი. ჩამოვედი, უკვე განაწილებული იყო 2015 წლის ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, აი პრობლემის წინაშე დავდექით. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ამაში ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართულია თვით უწმინდესიც, სინოდიც იქნება ერთ კვირაში და ვიმედოვნებ, რომ განხილვა იქნება სინოდზე მომავალი წლის ბიუჯეტის და მაქსიმალურად მე მჯერა და მწამს, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი სასულიერო სწავლების ცენტრის ეს პრობლემა და დაფინანსება, ეს დაფინანსება იქნება.
პრობლემები ამ სასწავლო დაწესებულებებში არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე თქვენ ამ სიუჟეტში მოისმინეთ. დღეს ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე მაქსიმალური საეთერო დრო დაგვეთმო, რათა მაყურებლის ყურამდე მიგვეტანა ეს ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია 4 საათიანი სატელევიზიო მასალიდან ყველა ეთერში ვერ მოხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ კონკრეტული ადამიანები, ვის ხელშიც არის ახლა ამ ხალხის ბედის გადაწყვეტა, ამ პრობლემით დაინტერესდებიან.